Ministrobis კანდიდატებმა წარდგენის შემდეგ კომენტარები გააკეთეს მათი განცხადებით უკვე დღეიდან უკვე კონკრეტულ სამინისტროებში არსებულ სიტუაციის შესწავლას დაიწყებენ საჯილახსოვრების ministrobis კანდიდატის სოზარ სუბარის განცხადებით პრობლემები სისტემურია და ყველაფერს გააკეთებს პატიმრების უფლებების დასაცავად. კულტურის ministrobis კანდიდატი გურამ ოდიშარია კი სამინისტროში მუშაობის დაწყებას ხელოვან ადამიანებთან თანამშრომლობით აპირებს. ბატონმა ბიძინამ თქვა რომ ჩვენ ვარ სახალხო მთავრობა და უნდა გავამართლოთ არა ეგა და ამიტომ უნდა დავეკითხოთ ყველას უნდა შევეკითხოთ ხალხს უნდა შევეკითხოთ ასე ვთქვათ ხალხში გავიდეთ და სპეციალისტებსაც და ჩვენს მეგობარ ხელოვან ხალხს რომლებიც აი ბევრი იციან ვიდრე მე ვიცი მე ჩემი ხედვა მაქვს მე უნდა შევაჯერო ყველაფერი ეს და აი რაღაც ისეთი გადაწყვეტილება მივიღოთ სადაც აი ახალგაზრდის გამოცდილებას და ჩემსნაირი ჭაღარაკაცის გამოცდილებას და მათი ენერგია და ჩვენი ენერგია იქნება სინთეზირებული და რა ისე როგორც იყო მანამდე თაობებად დაყოფა. შესაძლებელია მიდგომა სისტემურად. დღემდე სისტემა იყო აწყობილი ადამიანის პატიმრის ღირსების შელახვაზე, მისი ღირსების განადგურებაზე, ადამიანის პიროვნების მოსპობაზე, ეს უნდა შეიცვალოს იმით, რომ მიდგომა იყოს პატიმრის რესოციალიზაციაზე და მის ღირსეულ დაბრუნებაზე, თავის ოჯახში, თავის ქვეყანაში, ჩვენ საზოგადოებაში ღირსეულ დაბრუნებაზე. ამის გაკეთება შეუძლებელია ერთი სისტემის ფარგლებში, თუ არ იქნება საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობა და ეს უნდა უზრუნველყოთ. სწორედ იგივე მისი უწმინდესობის ინიციატივა რო კაპელანის ინსტიტუტი შეიქმნას არის ძალიან მისასალმებელი და აუცილებლად განვახორციელებთ. ჯანმრთელობა პირველად უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში, ანუ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ გახდა პოლიტიკური პრიორიტეტი ქვეყანაში, ამიტომ ყველაზე მთავარი ნაბიჯი გადასადგმელი რაც იქნება, რომ უნდა მთელი მოსახლეობა იქნეს მოცული საყოველთაო სამედიცინო დაზღვევით. საბაზისო პაკეტი ყველა მოსახლისთვის ცხოვრობს საქართველოში იქნება მისთვის ხელმისაწვდომი. მე ვიცნობ ძალიან ბევრ ადამიანს, რომელიც მუშაობს დღეს რეინტეგრაციის სამინისტროში. დღეს სამინისტრო არ ფუნქციონირებდა პოლიტიკის დონეზე, თორე იქ ხალხი არის, ვინც მუშაობს, ვინც იცის თავის სპეციფიკა და ამიტომ მე დარწმუნებულია ბევრ მათგანთან ჩვენი პოვით საერთო ენას და მათ გამოცდილებას მოვახმართ უკვე ქართულ პოლიტიკას. ასე რომ ჯერ კანდიდატურებზე ლაპარაკი არ არის, ვიდრე არ მოხდება მეტნაკლებად სერიოზულად უკვე ჯერ პარლამენტში შეიკრიბოს და შემდეგ ამ საკითხებზე ვისაუბროთ.